ახალი $500 მილიონ ევრობონდების ვადა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე განათავსა 5-ის ნაცვლად, უკვე 10 წლით განისაზღვრა. შესაბამისად, ვადის გახანგრძლივებით ქვეყნის საგარეო ვალის გადახდის დრო 2013 წლიდან 2021 წლამდე გადაიწია. შეიცვალა ასევე ყოველწლიური საპროცენტო განაკვეთიც. არსებული მაჩვენებელი 7,5%-დან 7,1%-მდე შემცირდა. არის არც თუ ისე მარტივი სიტუაცია მსოფლიოში ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. ქვეყანა მას შემდეგ გამოიარა რუსეთთან დაპირისპირება, შიდა პოლიტიკური პრობლემების, მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ამის და მიუხედავად უფრო გრძელ პერიოდზე მსოფლიოს საინვესტიციო გარემო, მსოფლიო ბანკირები, მსოფლიოს ფინანსისტები ერდნენ ქვეყანას უფრო გრძელ პერიოდზე უფრო ნაკლები საპროცენტო განაკვეთით. ანუ ეს ხაზს უსვავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის ძალიან ჯანსაღი, ძალიან სტაბილური და მსოფლიო ინვესტორები საქართველოს ეკონომიკას ენდობიან. ინვესტორთა მხრიდან ქვეყნის მთავრობისა და ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ნდობისა და ინტერესის ზრდაზე საუბრობს პრეზიდენტის პრეს-სპიკერიც. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ევრობონდების განთავსება მომგებიანია ქართული კერძო კომპანიებისთვისაც, რადგანაც მათ საშუალება ეძლევათ ქვეყანაში უფრო გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კაპიტალი მოიზიდონ. ამ გარიგებით საგრძნობლად გაუმჯობესდა ქვეყნის ახმადობა ინვესტორების მხრიდან და ეს მონაცემი პრაქტიკულად მათთვის გარკვეული ეკონომიკური მაჩვენებელია. ვინაიდან ნაცვლად 5 წლისა უცხოელი ინვესტორები ქვეყანას შეიძლება ითქვას უკვე 10 წლის ვადით ენდობიან. შესაბამისად, სხვა ქართულ კერძო კომპანიებს შეეძლებათ უფრო გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი ინვესტიციები მოიზიდონ. საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ახალი ევრობონდების განთავსებაში სასარგებლოს ვერაფერს ხედავენ ოპოზიციონერი კანონმდებლები. პარლამენტარებს სიახლე დღეს კახაბაინდურაშვილმა გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ქრისტიან დემოკრატების განმარტებით, ახალი ევროობლიგაციების გამოშვებით ქვეყანამ დამატებით ახალი ვალი დაიდო. ქვეყნის პირველ ფინანსისტთან კონკრეტული კითხვები ჰქონდა ეროვნულ დემოკრატების წარმომადგენელსაც. ამ თანხიდან ევრობონდები, რომელიც გამოშვებულია, რა მოხმარდება და ეს პროცედურა როგორ იქნება და ასევე საინტერესო არის ჩვენ რომელი ბანკები გვეხმარება, საერთაშორისო ესეთი აღიარებული ბანკები რომ განათავსოთ ეს ევრობონდები, რომელ ბირჟებზე ვაპირებთ ამ ევრობონდების განთავსებას. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ $9 მილიონ ვალი ავიღეთ წლიური 7%-ით, რაც თუ წელიწადში ნიშნავს $35 მილიონ მომსახურებას. ეხლა ჩვენ უნდა გადავფაროთ ეს ვალი 2020 წლამდე და ჯამში 21 წლამდე და ჯამში ჩვენ მივიღებთ სიტუაციას, რომ 35 მილიონს გადავამრავლებთ ამ წლიური რამდენი წელია გასული 2018 წლის ბოლომდე, გამოდის 2018 წლიდან 2011 წლამდე დაახლოებით გამოდის, რომ $9 მილიონს კიდე $9 მილიონს ვამატებთ და ვისტუმრებთ ისე. ოპოზიციისგან განსხვავებით უმრავლესობის წევრები ევროობლიგაციების გამოშვების დადებით მხარეებზე საუბრობენ. მათი თქმით, ინვესტორების მოზიდვის გარდა იგი ქვეყანას საშუალებას აძლევს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე კიდევ უფრო მტკიცედ დაფუძნდეს. არანაირად ვალის გაზრდაზე აქ საუბარი არ შეიძლება რომ იყოს, გამომდინარე იქიდან რომ სწორედ რეფინანსირებას ხმარდება აღნიშნული თანხა და ამავდროულად მომსახურების პროცენტი არის უფრო დაბალი ვიდრე წინა ევროობლიგაციებზე. აქედან გამომდინარე ვალის მომსახურების ნაწილში შემცკლება არის და პირიქით არის ასე ვთქვათ პოზიტიური სურათი. კონკრეტული განმარტებით პასუხობს ოპოზიციას თავად ფინანსთა მინისტრიც. კახაბაინდურაშვილის განცხადებით, ახალი ევროობლიგაციები დამატებით ცესხს არ წარმოადგენს და მისი საშუალებით წინასწარ ხდება იმ ვალის რეფინანსირება, რომელიც ქვეყანას 2013 წელს უნდა დაეფარა. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არავით არის დამატებითი ცესხის აღებასთან არის დაკავშირებული. პირიქით ცესხს ამცირებს, ვინაიდან ჩვენ 500 მილიონი ისედაც გვქონდა და ვიხდიდით 5% ყოველწლიურად. ამ შემთხვევაში 500 მილიონი გვექნება, მაგრამ გადავიხდით 7.1%. ანუ შესაბამისად ვალის მომსახურება ამ ტრანზაქციით შემცირდა. გარდა მაგისა 2013 წელს იყო მცირე სირთულე, რაც დაკავშირებული იყო ერთობლივად ამ 500 მილიონის გადახდასთან. ეს სირთულე მთლიანად მოიხსნა, ვინაიდან ეხლა ხდება წინასწარ რეფინანსირება, ისაც უნდა გადაგვეხადა 2013 წელს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ევრობონდების გამოშვებაზე მთავრობამ მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დღეს კი ახალი ობლიგაციები იურიდიულად გაფორმდა.